მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეოით მოვედი. მეჟებშაველას პირადი რუკამდე გავარჩიოთ. რა თქმა უნდა, დრო არ ვიცით დაბადების და მხოლოდ კოსმოგრამა იქნება აქ გარჩეული და სახლებს არ ვიაქციოთ ყურადღება. ეს არ არის აქ ზუსტი ინფორმაცია, მხოლოდ პლანეტები და ასპექტები. და როცა მეკითხებიან ხოლმე, რომ აი პირადი რუკა არ გამოვა, იმიტომ რომ დრო არ ვიცი, თლად ისე არ არის, ძალიან ბევრი ინფორმაცია არის დაბადების დროის მიღმაც ადამიანის პირად რუკაზე, ნეტა ამდენს ჩავწვდეთ ხოლმე, რაც ჯერ მხოლოდ დროით ვიცით, ანუ თვითონ თარიღით და მეერე უფრო ღრმად ჩაშლა ხდება ხოლმე უკვე საათის მიხედვით. თუმცა ასტროფსიქოლოგიაში ისე ძალიან ბევრს გვაჩვენებს, უბრალოდ კოსმოგრამა, ანუ დაბადების თარიღის გარეშე. რა თქმა უნდა, მე ავიღე ახალი დროით, ანუ ახალი კალენდრით დაბადების დროაჟასი და ცოტა სხვა კომბინაციები ჯდება, ვიდრე კლასიკურად არის მიჩნეული, მაგალითად 14 ივლისი ხო და ვაჟას დაბადების დღე. ძველი თარიღით ასტროლოგიაში არ ვიყენებთ ხოლმე მაინც კომბინაციას, იმიტომ რომ ასტროლოგიური პროგრამა არის თანამედროვე კალენდრით და იგივე თარიღში, რასაც უკვე ახალი დროით ესე ჯდება ეს რუკა და ამ შემთხვევაში გამოდის ცოტა სხვა კომბინაცია, ვიდრე ჩვენ ვიცით ვაჟებშაველაზე ძველი დროით თუ ავიღებთ და მინდა გავარჩიო ცოტა მოკლედ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს, უბრალოდ რომ გითხრათ, როგორ არის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური კომბინაციის გარჩევა, რა არის რუკაში ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, ან ვისაც უბრალოდ გაინტერესებთ, მაგალითად, ასტროლოგიურად ვაჟებშაველას ფსიქოტიპი, ენერგეტიკა, ესე ვთქვათ, კარმული პროგრამები და აქედან აი ხა ხო არ ვიცნობდით ადამიანს და აქედან რისი თქმა შეგვიძლია გარდა იმისა, რომ მისი ლიტერატურა, მისი შემოქმედება ხო ყველამ კარგად ვიცით, ხო? ეხლა მე მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მაგალითად მისი პოლიტიკური კარიერაც აღწერილი, პოლიტიკური კარიერაც წაკითხული, მისი შემოქმედებაც და ამ კუთხით ძალიან საინტერესო არის მისი პირადი რუკის ჩემი კუთხით ანალიზი, მოდი ესე ვთქვა. ესე იგი, პირველ რიგში, ჯერ სანამ კარმას შევეხებით ენერგეტიკულ ველს, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, აი მისი, რას მივაქცევდით ყურადღებას, მისი მზე, მარსი, ვენერა, აქ ალბათ კურსორით ხედავთ, არის ლომის ზოდიაქოში. ესე იგი, მზე არის გადასული 4 გრადუსზე ლომის ზოდიაქოში და სხვა ეს მისი გარდაცვალების რუკაც რო ვნახე, მის გონების მმართველ პლანეტა მერკურს ეგ უკვე მზესთან ახლოს ნეპტუნი იყო შეერთებაში და ნეპტუნი ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს დაავადებებს და ასეთ შემდეგ მიანიშნებს, ოღონდ რადგან დრო არ ვიცით, აქ უკვე სახლების მიხედვით იქ რომელ სახლში არის იყო ეს ყველაფერი, ეს უკვე მნიშვნელოვანი არის, უკვე ესე როცა პროგნოზირება გვინდა, ხო? ამიტომ ასტროფსიქოლოგია როცა არ არის მიმართული პროგნოზირებაზე და უბრალოდ ადამიანის ენერგეტიკაზე, მისი მისიაზე, მის ფსიქოტიპზე არის მიმართული, ხო? მან დრო არ წყვეტს რაღაცა ისეთ დიდს. თუმცა თუ ტრანზიტები და პროგნოზირება გვინდა, იქ არის დრო ძალიან მნიშვნელოვანი. და აი ესეთი დეტალები, ხო, იქ უკვე რო ჩაუხმავდეთ დეტალებში. აი პირველ დანეზე ლომის სტელიონში ახლა მე რა მხდება გულზე. გულზე რატომ? მზე არის ლომში, მარსი ლომში, ვენერა ლომში, ლომი არის ჩვენთან გული. ანთებული გული, ესე რა ვთქვათ, ხო? აი ნახეთ, ვენერაც და მარსიც სასიყვარულო სფეროში ძალიან აქტიური არის და მისი ეს რომანტიკული თავგადასავალი თავიდან, ხო? ობოლ გოგოზე, ესე რა ვთქვათ, ძალიან კარგად შეესაბამება ანთებული გულის თემატიკას ვენერას, მაგალითად, ხო? და ვენერა თან არის იუპიტერთან შეერთებაში, მაინც პირობითად ცოტა შორეულები სიამარე შეერთება არის 5 გრადუსიანი დაახლოებით 6 გრადუსიანი, გაჩნია ხოლმე აქ უკვე მაგალითად რომელი სისტემა როგორ იყენებს ესეთ გრადუსებს, მაინც უკვე ნიშნავს, რომ ვენერა ლომი რა არის, ადამიანის სიყვარულში როგორ ავლენს თავს, აი როგორ ქალის არქეტიპი როგორი უნდა იყოს მისთვის მაგალითად მამაკაცისთვის და როგორი გული აქვს, აი პირდაპირ გული ჩვენთან არის ვენერა. ლომური გული, ნახეთ, დიცულოვანი, ესე რა ვთქვათ, მისი აი ეს ცეცხლოვანი ემოციები მის ლიტერატურაში და მის ცხოვრებაში ძალიან კარგად ჩანდა. აი ეს ესეთი გულიანი ნაბიჯები,
რაღაც ისეთი დიცულოვანი ნაბიჯები. მარსი ლომში საერთოდ ზოგადად მარსი კაცის ენერგეტიკას ძალიან კარგად გამოხატავს, ზოგადად კაცის სექსუალური ენერგია, კაცის ემოციური ენერგია, როგორც იმპულსი, ეს ჩვენთან მარსი არის. მარსი ლომში აქვს ძალიან ცეცხლოვანი მარსი, თავდაჯერებული, ამაყი, მაგრამ ნახეთ ნეგატიურ ასპექტს ქმნის კვადრატურას ვეძახით პლუტონთან. აი ეს უკვე ნიშნავს კონფლიქტებისკენ მიდრეკილებას და სულ ხმალი ავიღოთ და ბრძოლა და აი ეს მისი თუნდაც კონფლიქტები რაც იყო მის ცხოვრებაში, ხო? თუნდაც ამ გოგოსთან და პირველ ცოლთან დაკავშირებული და ზოგადად ტრავმებისკენ მიდრეკილებაც ეს არის მარსი პლუტონის ნეგატიური ასპექტი. ზოგადად იცის ამ ასპექტმა ტრავმებისკენ მიდრეკილება არა ყოველთვის რა თქმა უნდა, ну კაცების შემთხვევაში ხა ძველ დროში უფრო ესე იყო დღევანდელობაში შეგვიძლია უბრალოდ დარბაზში ვიაროთ და აი ეს ასპექტი ისე კარგად დავწვათ, რომ არანაირი კონფლიქტი არ შეგვხვდეს, ხო? ანუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, როცა კომბინაციებს ლაპარაკობთ, რა სტილი ცხოვრობდა ადამიანი, რომელ ეპოქაში ცხოვრობდა და ამის მიხედვით ჩანს. თუმცა დაძაბული ასპექტი მარსი პლუტონის ეს აგრესიულობა, იმპულსურობა, კონფლიქტისკენ მიდრეკილება ამას მიანიშნებს ხოლმე ზოგადად. და აი აქ მისი მარსი შეიძლება ყოფილიყო პლუტონის კუთხით ცოტა დაუფიქრებელი, იმპულსური და კონფლიქტზე, აგრესიაზე მიმართული მაგალითად, ხო? და ეს შეიძლება ჩავდოთ სერიოზულ ცხოვრებისეულ რაღაც მნიშვნელოვან მოქმედებებში, მაგალითად მისი პოლიტიკური გატაცებები თუნდაც, ხო? სადღაცა დაძაბული სიტუაციები. აი ისტორიულად მას ჰქონდა აი ეს პლუტონი მარსის ნეგატიური ასპექტისთვის დამახასიათებელი ცხოვრებისეული მოვლენები. ჰარმონიულ ასპექტს ესეთ რაღაცები მაინც არ იმართება, არ შედის ესეთ თემებში, ხო? ეს კვადრატურის გავლენა არის სადღაც, ხო? და ტრავმებისკენ მიდრეკილება იცის და ესეთი სერიოზული ესე დაუფიქრებელი მოქმედებებისკენ. მაგრამ ფსიქოტიპი, ესე შეგვიძლია ვთქვათ, არის აგრესიული, არის ტრავმაზე ორიენტირებადი, ტრავმირებადი, შეიძლება მის ცხოვრებაში რაღაც მომენტები იყოს, ან აგრესიული როგორც იცით, ფსიფიცხე, მარსი გავარდება და პლუტონი მერე ირთვება, ხო? სადღაც ზაფრი ემოციები, გაბრაზება ძალიან სერიოზულად თუ იქნება ეს, მაგრამ თვითონ ფსიქოტიპი არის ძალიან ესე ძიცულოვანი, კეთილშობილი, ამაყი საკმაოდ, იმიტომ რომ მთავარი ფუნქციები, აი პლანეტარული ფუნქციები არის ლომის ენერგიაში. სიყვარულზე რომანტიკოსი ფიგურა, შეგვიძლია ესე ვთქვათ, ხო, რომანტიული ფიგურა. ახლა აქ დრო ვიცოდეთ, ეს უკვე რომელ სახლში ხდება, ის კონკრეტულად გვეტყვა და უკვე რომელ სფეროში იქნებოდა მიმართული მისი რომანტიული ბუნება. ეს ძალიან მოკლედ რო გითხრათ. როცა არის ვენერა იუპიტერის შეერთება, ხო? აი ეს იცით რას გვაძლევს? მიუხედავად რომ შორის შეერთება არის. ახლა აქ 0 გრადუსი არის თითქმის იუპიტერი და შეგვიძლია ავიღოთ შეერთების ორბისი. ეს შეიძლება იყოს, როგორც ახლა გულახდილად რო გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ლილიტის არქეტიპი აქ ძალიან სერიოზულად არის ჩართული, მაინც იუპიტერს ვიყენებთ ჩვენ ცხოვრებაში და იუპიტერთან რა პლანეტაც არის შეერთებაში, იმ იუპიტერს ანუ კარიერაში ვიყენებთ, ან საზოგადოებაში ჩვენ რა სახელი გვაქვს, საზოგადოებაში როგორ რა სფეროში ვართ პოპულარული, ამას იუპიტერი განსაზღვრავს. იუპიტერი როცა არის მაინც ესე ახლოს ვენერასთან, ეს იქნება ადამიანი, რომელიც, ну აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ბუნებაზე წერს მაგალითად, ან სადღაც აი ეს ვენერასეულ თემატიკასთან არის მისი ვენერა გაფართოებაში არის იუპიტერთან, ხო? ეხლა ბუნების არქეტიპს მე მაინც უფრო აქეთ ვხედავ ამასაც გეტყვით, მაგრამ აქ შეიძლება იუპიტერი ვენერა შეერთება გამოვლინდეს მისი გული ძალიან დიდდება, ძალიან რომანტიული ბუნება, რადგან ვენერა მაინც არის ლომის ზოდიაქოში, ხო? დიდი რომანტიული ბუნება და ამ რომანტიულ თემატიკას გაიტანდა თავის კარიერულ სფეროში. მაგალითად, ბუნების თემატიკა, რომანტიზმი, ვენერას ფუნქციები იუპიტერში არის გატანილი, ხო, კარიერაში, საზოგადოებაში. რატომ? ჩემი ღირებულებათა სისტემა, იუპიტერი ხო ღირებულებები არის, ძალიან რომანტიული არის ვენერა. გულით ვცხოვრობ,
და არა გონებით სიტყვაზე, ხო? აი ეს არის ღირებულებათა სისტემა იუპიტერი ყოველთვის და მე შემიძლია ვთქვა, აქ მას რა ანიჭებდა სიამოვნებას სიტყვაზე, იმიტომ რომ ვენერა არის სიამოვნება და იუპიტერი ადიდებს ამას ძალიან, თუმცა ამავე დროს ქმნის მიუღწეվել სიამოვნებებს. აი იმდენად ადიდებს, მე მაქვს ძალიან დიდი მოლოდინები, აი გულით შეყვარება შემიძლია ძალიან დიდად, მაგრამ იუპიტერს ამავე დროს დიდი პრობლემებიც მოაქვს ხოლმე ზოგჯერ. და ეს ყოველთვის იღბალი და ბედნიერება მაინც არ არის ხოლმე გააჩნიათ ან ტრანზიტში რა ჩაირთვება და როგორ ჩაირთვება ხოლმე ეს იუპიტერი. კოტი გამოდი აქეთ. ეხლა რა არის აქ ამავე დროს, მოდი ესე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო, ესე ვიტყოდი. მისი ემოციური ბუნება, მგრძნობიარე ბუნება, რასთან შეიძლება ერთი წუთით უნდა გავიყვანო ეს. აღარ შემიძლია მკაცების ხალხში. გადიან გამოდიან და მიუჭებენ ყველა იდეას. მისი ემოციური ბუნება. ეხლა ფსიქოლოგიური კუთხით რო შევხედოთ, საათი რადგან არ ვიცით, მაინც არ ვიცით მთვარე რომელ გრადუსებზე არის ზუსტად, მაგრამ ის რომ მთვარე თევზებში ეყოლებოდა, ეს ყველა ვარიანტში. ავიღე საშუალო შუა, დღის საათები, პლუს მინუს დღის მეორე ნახევარი, დღის პირველ ნახევარში უკვე ხვდებით მთვარე სად არის აქ, ხო? ან არის ვერცხლში და მთვარესთან აი ნეპტუნთან შეერთებაში მაგალითად, ხო? აქ მთვარე და შესაძლებელი იყოს ვერძული მთვარე, იმიტომ რომ იმპულსური იყო ემოციურად, ფეთქებადი იყო ემოციურად, მაგრამ ნეპტუნთან იქნებოდა ეს და ნეპტუნი უკვე თევზურ მთვარეს იძლევა სადღაც და რა არის მთვარე ჩვენთან? შინაგანი ბუნება ადამიანის, ემოციური ბუნება, ხო, სადღაც და თევზები იქნება თუ ნეპტუნი, ეს არის ძალიან გრძნობიარე ადამიანი, ბუნება უყვარს, მაგალითად, სიმშვიდე უყვარს, ისმენის ვექტორი შეიძლება ძალიან იყოს განვითარებული აქ, ხო, შინაგანი ბუნება არის შერწყმაზე ორიენტირებული, გარემოსთან შერწყმაზე. მთვარე თევზებში იქნება თუ მთვარე ნეპტუნის შეერთება, ეს მსგავსი არის, ხო? როგორც წესი ეს ქალის არქეტიპი კაცის რუკაზე და ქალი უნდა იყოს გულმოწყალე, საწყალი უნდა მეცოდებოდეს მაგალითად და ჩემი აზრით ნეპტუნი მთვარის შეერთება აქვს, თუნდაც თევზებში იყოს და არა ვერცხლში, მაინც კიდეში, რატომ? იმიტომ რომ მას პირველი მეუღლე შეეცოდა, იყო აი რაღაც ცევდიანი ისტორია ქონდა, ხო, როგორც წესი მთვარე ნეპტუნი ერთად კაცისთვის ეს არის ქალი უნდა შემეცოდეს, რომ შემიყვარდეს. ქალი სადღაც გადასარჩენი უნდა იყოს, ხო? და ნუ კეკემ, როგორც მახსოვს, ხა ძალიან ბევრი წელი წინ წავიკითხე ეს ყველაფერი მისი კეკე, როგორც მახსოვს ერთი დაახლოებით 20 წლის წინ მაქვს თლიანად ვაჟა სრულად შესწავლილი, რასაც გვია, მაგრამ მე ისე მახსოვს, თუ არ ვცდები. ეს იყო ტრაგიკული დასასრულიც მისიც, ხო? კეკესი საკმაოდ ცევდიანი ისტორია იყო და ქალების ისტორია შეიძლება ესე გამოვლინდეს. აი შეგვიძლია ძალიან ესე მკვეთრად ვთქვათ, ხო? ანუ ქალებთან ემოციური ურთიერთობა მისი, ასევე შინაგანი ბუნება იყო ნეპტუნური, მისი სევდიანი, ცოტა გულჩათხრობილი, ცოტა ჩაკეტილი საკუთარ სამყაროში, ან ძალიან მარტოსული, შეგვიძლია ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თევზები ჩვენთან ყოველთვის უფრო მარტოსულობა არის, შინაგანი იზოლაცია არის და ნეპტუნი ეს ნიშნავს, რომ მისი ოჯახური შინაგანი გარემო იქნებოდა ძალიან ჩაკეტილი, ცოტა იზოლირებული. მისი სახლიც შეიძლება ყოფილიყო აი ნეპტუნური, ცოტა ცივი, ცოტა სევდიანი, ხო, სადღაც, ხო? აი ესეთი შანს, ესეთ ფსიქოტიპს მაინც იძლევა ხოლმე ეს შეერთება, თუმცა აქ მთლიანობაში უყურებთ რუკას, მარტო ამ ასპექტით შეიძლება ბევრს კონდეს, მაგრამ ესეთი ამ კუთხით არ წავიდეს, მაგრამ შინაგანი ეს ემოციური შერწყმა გარემოსთან მთვარე თევზებმა ან მთვარე ნეპტუნმა იცის. მე მაინც გონია, რომ სავარაუდოდ იქნებოდა აქ მთვარე ვერცხლში და ნეპტუნთან შეერთებაში. აი ცოტა დრო რო ავიღოთ. აი მოდი ესე რო ვთქვათ, სადღაც აი ესე რო ავიღოთ. ხო? ან საღამოს საათები რო ავიღოთ სიტყვაზე. იმიტომ რომ მისი იმპულსურობა შეიძლება, ანუ ან გვიანი რო ავიღოთ, ესე შეიძლება უკვე ვერცხლში იყო გადასული მთვარე, აი მაგალითად ამ დროს და ზუსტი შეერთება ყოფილიყო ნეპტუნთან. აი შეიძლება ეს საათები ყოფილიყო და ასციდენტი ვერძიც შეიძლება დაჯდომოდა. ეს ახლა მე უბრალოდ ისე ვამბობ, იმიტომ რომ
მის ბუნებაში ემოციური აფეთქება შინაგანი შეიძლება ეს მარსი პლუტონიც ყოფილიყო მაგალითად და მარსი ლომიც, იმიტომ რომ მთვარე რო დავინახოთ, მაინც უნდა ახლოს ვიყოთ ადამიანთან, უნდა ვიცნობდეთ, მის შინაგან სამყაროს უნდა ვგრძნობდეთ და ამით უფრო დავინახავთ მთვარეს. შეიძლება ჩვენ ხედავდით უფრო მარსს ან ვენერას ან მზის ენერგიას ცეცხლოვანს, ხო ესეც. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰერმან ჰესეს მთვარე ვერტში ყავდა და მისი ნაწარმოებები ძალიან ძაფრი ემოციური იყო, ხო, სადღაც ისეთი, აი, ემოციური ცეცხლი რო ემჩნეოდა, შესაძლებელია აქაც ეს სცენარი ყოფილიყო მაგალითად, ხო? და მთვარე ყოფილიყო ვერტში და შეერთებაში ნეპტუნთან. ამას მთელი გამოკვლევა უნდა, მთელი რაქტიფიკაცია უნდა და მთელი ამბავი, რომ ეს დადგინდეს. მაგრამ მოდი ესე ვივარაუდოთ ახლა, ხო, რა იმპულსური ემოციები სადღაც. ეხლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს არის ქალწულის ენერგია. ქალწულში არის სატურნიც და იუპიტერიც. აი სატურნიც და იუპიტერიც არის ძალიან დაკავშირებული შრომასთან, სადღაც შეერთება არ არის, მაგრამ მაინც ახლო ორბისი არის საკმაოდ. ეს შეერთება რო ყოფილიყო, უკვე ძალიან ისეთი ენერგია იქნებოდა, მაგრამ მაინც არის ძალიან ახლო ორბისი. შესაძლებლად ქალწულში ჩვენთან ეს არის ადამიანი, რომელიც სულ შრომობს სადღაც, სულ არის, აი მისი კარიერულადაც თუ აი მისი მთავარი იქნებოდა, რომ იყოს რაღაც მსახურება სხვებისთვის, იქნებოდა ჩემი აზრით ძალიან დეტალებზე ორიენტირებული, სადღაც მიუხედავად ახლა აქ ძალიან ბევრი რამისა, დეტალებზე ორიენტირებული, მსახურებაზე ორიენტირებული მაგალითად და რაღაცები რომ მოაწესრიგოს, რაღაცები რომ დაალაგოს. შესაბამისად რუტინული ქცევა ჩვენთან ქალწული არის, ვერ შეძლებდა თუნდაც ლიტერატურული ამდენი ნაწარმოების შექმნას და ამას ხო შრომა უნდა თავის, მაგრამ ქალწული ასევე ფიზიკურ შრომასთანაც არის ხოლმე დაკავშირებული. თუმცა აი ეს ფიზიკური შრომა მე ახლა რა მგონია? ნახეთ, აი ახლა არქეტიპულ დონეზე რო წავიდეთ, სატურნი, ლილიტი, ხო, ერთად უნდა ავიღოთ აქ და სელენაც უნდა ჩავთოთ და მე კარმოკვანძებსაც თავის მერკურთან ერთად განვიხილავთ. ხა მე ისე ვფიქრობ მაგალითად, როდესაც არის შავი მთვარე კუროში, ნახეთ პირველ გრადუსზე, მისი მთელი არქეტიპული ენერგია ბუნებასთან იყო დაკავშირებული. ანუ სრულად არქეტიპს გეუბნებით, კარმულ კავშირს გეუბნებით, ენერგეტიკულ კავშირს, ბუნების მესმის. ბუნება როგორც ცოცხალი ენერგია, ხო? აი აქ არიან ლილიტი კუროები, ან პირიქით რო გაურბიან სხეულებრივ აღქმას და მიწიერ აღქმას, მაგრამ ან მეორე უკიდურესობა როგორც როცა ბოლომდე ეშვება კუროს არქეტიპში ადამიანი, ხო? მაგალითად როგორც მახსოვს ძალიან ბევრი მხატვარი არის ლეიტი კურო და აი ეს ბუნების აღქმა მაგალითად იმპრესიონისტებში იყვნენ რამდენიმე ლეიტი კურო, აი ეს ბუნების აღქმა ძალიან როგორც გაცოცხლება, ხო, რაღაც ემოციური ფერების მაგალითად და კუროს ენერგეტიკა იყო. ეხლა მისი ბუნების მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ კუროს ნეგატივი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, იმიტომ რომ ნახეთ, დაიბადა სოფელში სადაც თან თაში რომ სადაც არის ძალიან მძიმე შრომა. კუროს არქეტიპი ყოველთვის მძიმე შრომას უკავშირდება. ძალიან ბევრ შრომობდა და ძალიან ცოტა იყო უკან, ხო, მიღებული. რასაც ძალიან კარგად ქალწულურად ითვლიდა. მის უბრალოდ წერილებში თუ გახსოვთ თქვენ, სულ იყო, მოდი ესე ვთქვათ, ქალწულური წუწუნი, რომ ძალიან ბევრი შრომა არის და მისი ცოლის გადაყვა შრომას, ხო, მძიმე შრომას. სადღაც ლილიტური, აი როგორც ფეხსაცმელში კენჭი რო გაჭხერილი და ძალიან გტანჯავს, ძალიან გტკივა, დაახლოებით აი ესეთი რაღაც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნების მიმართ და სამყაროს მიმართ იყო გახსნილი თითქოს არქეტიპულ დონეზე, თითქოს აი თუნდაც ის ხორცის გარო ჯილეხი დაემართა და თვალი დაკარგა, ხო, სადღაც, ანუ ტრულად თითქოს იყო ბუნება მის მიმართ განწყობილი, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი შრომა უწევდა იმისთვის, რომ უბრალოდ საჭმელი ქონოდა. ხართ ალბათ მის სახლ-მუზეუმში ნამყოფი როგორი სიღარიბე იყო, მოდი ესე ვთქვათ, ხო? სიღარიბის არქეტიპთან არის კურო ძალიან დაკავშირებული. ძალიან აი როგორც კარმა, წინა ცხოვრებები, მაგალითად შეიძლება ადამიანს ქონდა ფინანსური ესე
ესე რომ ვთქვათ, ბაზა, ოღონდ ეს მისი შრომით არ იყო. და ეს იყო უბრალოდ აი მდიდარ ოჯახში დაიბადო და ყველაფერი გაქვს, ოღონდ შენით არ გამოიმუშავე. მეორე ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ეჯახები უკვე როგორც აი პირდაპირ ნოლზე ხარ, ხო? აი არ მინდა ესე ვთქვა, მაგრამ რამოდენიმე, აღარ ვახსენებ, რამოდენიმე მილიონერის თუ მილიარდერის შვილი არის ლიტი კურო და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი არქეტიპი, მე აუცილებლად მეორე პოლუსში უნდა გადახვიდე, ხო? თვითონ ბუნებასთან თემატიკა ეს შველი, ნუკრი, ბუნება თვითონ ხეები, ყველაფერს სული შთაბერა, ხო? აი ეს ამას ვეძახით, მეგობრებო, ლილიტის დამუშავებას. და როგორ დამუშავებას იცით? მიუხედავად იმისა, რომ მტრულად არის ეს სამყარო ჩემს მიმართ განწყობილი ჩემი აღქმით, ხო? თორე ისე თვითონ არის, ვერ გამოვიდა თან ამ კუროს ზონიდან. უნდა და სულ თავი დაეღწია აი ამ ძიმე შრომისგან, ემუშავა იუპიტერი ქალწული მაგალითად აქ, ხო? აქ არის მაგალითად აღმავალი თხის რქა, მე კარიერა მინდა, მე აღარ მინდა სოფელზე დაღმავალი კირჩხიბი ვიყო მიჯაჭული, სახლზე სუფთა ჰაერი და ეს აღარ მინდა, მინდა წავიდე საერთოდ ამ სახლიდან და გადავიდე სადმე და ვიცხოვრო მარტოკამ და კარიერა შევქმნა. ლილიტის ლაბრუნებდა აი ამ მიწაზე, ხო ესე რომ ვთქვათ, ხო? რატო შეიძლება და ესე ყოფილიყო? ნახეთ ახლა ძალიან საინტერესო არის აქ. შავ მთვარეს აქვს მზესთან ნეგატიური კვადრატი. არ არის ზუსტი კვადრატი, მაგრამ მაინც 3 გრადუსიან ორბის ვიღებთ ხოლმე და არის ასევე არ არის, მაგრამ მერკურთან არის კვადრატი. ახლა რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? ახლა ეს არის დაფარული მხარე, რომელიც მაინც არ ჩანს. და შევეხოთ ახლა ჭრთილს, ხო, ესე რომ ვთქვათ, ვაჟასი. პირველი ჭრთილი ის არის, რომ მე მინდა მატერიალური მაყოფილება, მაგრამ შრომა ძალიან დიდი დოზით მიწევს ამ ყველაფრისთვის და ამას ვეძახით კარმულ არქეტიპს სადღაც. იქნებოდა ენერგეტიკულ დონეზე დინჯი, მშვიდი მიუხედავად ამ ლომებისა, ხო? მშვიდი იქნებოდა აი სადღაც რომ ვდგავართ და სულ მაგ განცდა რომ აი ცხოვრების პროცესი მიდის და მე იქ ვერა ვარ ბოლომდე ჩართული, ხო? თითქოს ჩემი შინაგანი აი ეს ვითმენ რაღაცას ძალიან დიდხანს და შეიძლება ფანტაზიას არ მყოფნიდეს, რომ გავარღვიო ეს. ან შესაძლებლობები არ მეძლევა, ხო? სადღაც აი მდგრადი ენერგია არის ყოველთვის ლილიტი როცა არის კუროში. მზესთან ნეგატიური კვადრატი ეს იქნებოდა სადღაც თავში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა მომენტებში, ან დაუფასებლობა, ან არქეტიპულ დონეზე, როცა მე მემტერები, ან გავლენიანი ფიგურები, ან ხელმძღვანელი პირები მაგალითად, ხო? არ მაძლევენ თვით გამოხატვის შესაძლებლობას. ან მე ვბლოკავ ჩემ თავს და არ ვაძლევ თვით გამოხატვის შესაძლებლობას. ან იყოს ადამიანი დაუფასებელი, იყოს ძალიან პოპულარული, მაგრამ დაუფასებელი, ან მის აღქმაში იყოს ეს შეგრძნებები. თან ლილიტი კუროში არის, არ უშვებს თითქოს, აი ის რომ ან ფინანსურად, უფრო ფინანსურ აღიარებაში ვერ იქნებოდა, ან სათანადო დაფასება ვერ ექნებოდა. ეს ლილიტურ დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, ან არაცნობიერ დონეზე ხარ მინდა ყველაფერი ისე გამოვიტანო სიტყვაზე, მაგრამ შეიძლება ქონოდა საკუთარ თავში არაცნობიერ დონეზე ცოტა კომპლექსი საკუთარი ფინანსური მდგომარეობის სიტყვაზე, ხო? ან მატერიალურად, ახლა ძალიან ბევრი ვინც კი ჩვენთან ვინმე მწერალი ან პოეტი ან მხატვარი იყო, ყველა სიღარიბეში იყო და ყველა დაუფასებელი იყო, ხო, ესე თუ მივყევით მაგალითად, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს იქნებოდა უფრო კუროსთან დაკავშირებული, მისი მატერიალური მდგომარეობის იქნებოდა, რომ აი მის შემოქმედებას მზე მაგალითად არანაირი მატერიალური არ მოყვებოდა. აი ესე შეგვიძლია ავიღოთ და შესაბამისად ექნებოდა განცდა, რომ ჩემი ღირებულება, ჩემი ნიჭი, ჩემი უნარები, არაფრის მომცემი არ არის ჩემთვის, ხო? ანუ საკუთარ თავთან, ეხა ეს რო ზუსტი კვადრატი იყოს, ეს იქნებოდა უკვე ეგოს თამაშები, სადღაც, თუმცა არის ხოლმე ეგოს თამაშებიც აქ.
მაგალითად, მუდმივი დამცირების შეგრძნება შესაძლოა, ან ძალიან ტკინველად აღიქვამენ ხოლმე, ხა ზოგადად ვყვები, ძალიან ტკინველად აღიქვამენ ხოლმე ვიღაცის კრიტიკას და მის ლიტერატურაში და მის ცხოვრებაშიც ეს ძალიან კარგად ჩანდა. ხო, აი, ეგოს თამაშები ძალიან დიდი, რომ ხა ვიღაცა თუ რაღაცას იტყვის ჩემზე, მე ეგრევე ვფეთქდები, ეგრევე გამოდივარ წყობიდან, ან ნუ არ ვიღებ. ესეც გადამეტებულ სიამაყესაც ვეძახით ხოლმე შინაგან ზოგჯერ, ან პირიქით გადამეტებული საკუთარი ღირებულების არცოდნა. მოდი ესე ვთქვათ, ვისთან როგორ თამაშდება. ზოგს აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება, ზოგს აქვს გადამეტებული მტკინვეული ეგო. ვერ შეეხები, ვერ გაეკარები, ვერაფერს ვერ ეტყვი, ეგრევე თან ესე არიან ხოლმე. მაგრამ კვადრატურა ერთვება პერიოდულად. შეერთება რა იყოს, ეს იქნებოდა უკვე ძალიან ტრამვირებული ეგო. კვადრატურა არის პერიოდულად, ანუ მე ოკეი ვარ, ჩემს ეგოსთან ოკეი ვარ, უცებ რაღაც არ გამომივა, უცებ რაღაც კრიზისი შემექმნება ფინანსური და მე ვიშლები შინაგანად, ხო, სადღაც ან არ მაფასებენ გამოკვეთილად და მე ვიწყებ უკვე ძაფრად გამოხატვას თავის. ოღონდ ყურო როგორ არის ითმეს და მე ფეთქდება. აი ეს არქეტიპული ენერგია მისი ლილიტის ძალიან კარგად ჩანს. ეხლა როგორ ჩანს, მე როდესაც სრულად მუდმივად ლაპარაკობ სელენა ლილიტი, ეს არის ერთი ღერძი და ერთად ვამუშავებთ ამას. სელენა ნახეთ სად არის მერწყულში, მეგობრებო. მერწყული რა არის? ჰუმანიზმი ძალიან დიდი. აი ხა კომბინაციონალურად უნდა განახოთ ლილიტი სელენას შერწყმა ერთ ენერგიაში როგორ ვლინდება და ახლა როცა ამბობენ რომ ან ლილიც არ აქცევენ ყურადღებას ან სელენას არ აქცევენ ყურადღებას, ნუ ეს არის არ ვიცი, IA-ს დონეზე ასტროლოგია და ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ესე იგი ძალიან ვერ ვარკვევით ვერც ერთშივე, ვერც მეორეში. ახლა ცოტა ისე უხეშად რა თქვა და რატო? ნახეთ, სელენა მფარველი ანგელოზი ჩვენთან არის არქეტიპულ დონეზე ადამიანში ყველაზე ნათელი რადევს, რომელიც არის უმაღლეს ღირებულებებთან კავშირში. ეს უმაღლესი ღირებულებები, რა თქმა უნდა, სულიერი ღირებულებები არის. ეს არის აი, სადაც ღვთიურ ენერგიას ვხედავთ, სადაც უმაღლეს სულიერ მეს ვხედავთ მაგალითად, ეს არის სელენას ენერგია. ჰუმანიზმი არის მერწყული ჩვენთან საკაცობრიო ღირებულებები, თავისუფლების იდეა და მისია ეს კოსმოპოლიტანიზმზე საუბარი მაგალითად, მისი იდეები საქართველოსი როგორ უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ მსოფლიოსთან მაგალითად, ხო? და მისი ეს უსაზღრო თავისუფალი სული ნახეთ ახლა როცა ლაპარაკობთ აქ ურანთან არ არის ეს კავშირში, ნახეთ როგორ თავისთვის არის ურანი. აი პირდაპირ სელენა მერწყული არის. მისი მთელი სული გამოხატავდა ჰუმანიზმს, მერწყული სელენას ენერგიას. ეს არის ჰუმანურობა, ეს არის საკაცობრიო უმაღლესი ღირებულებები, ეს არის ადამიანების სიყვარული, ეს არის თავისუფლების სიყვარული, ეს არის მთელი სამყარო ერთიანია მერწყულის ენერგია, ხო, სადღაც ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ერთი ჯგუფი ვართ, ერთი სივრცე ვართ და ამ ლილიტის არსი გადასული არის ბუნებასთან, სელენას არსი. ლილიტთან არის შერწყმული, კუროსთან. კურო ეს არის ბუნება, მისი ჰუმანიზმი სელენა და მისი ლილიტი ბუნება იყო შერწყმული ერთად. მისი ჰუმანური იდეალები, რომელიც იყო დაკავშირებული აი ამ მატერიალურ საწყისთან, მატერიალური ხეების სულიერებაში ჰუმანურ იდეებში აყვანა ხეების კურო, მიწის ენერგია მაგალითად, როდესაც აი როცა ესე საუბრობს ხო სადღაც იქ ცხოველები, ბალახები ესე რო ვთქვათ, ხო? აი განსულიერება ამ ყველაფრის პირდაპირ სელენა მერწყულის არქეტიპში გადავდივართ. ესე იგი მისი სული მთლიანად სელენაზე იჯდა, ჰუმანურობა, თავისუფლების იდეები, ანუ სელენა მერწყული კარგი გაგებით, მისი უძლიერესი იმპულსით, ხო, თორე უამრავი შეიძლება იყოს სელენა მერწყული, მაგრამ ეძინოთ ზოგჯერ ჩვენ სელენას ეძინოს, ხო? მაგრამ თუ ჩვენ სელენას გავაღვიძებთ, სადღაც ლილიტიც იღვიძებს, ხო? რაც უფრო სელენაში ვართ, იგი ლილიტი ერთდროულად არის, ეს ერთი ენერგია არის. ოღონდ განშტოებებში არის გადასული. ჩვენ თუ
ერთად ვამუშავებთ სელენა ლილიც. ეს არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილსაც ვიღებთ. ანუ ახლა ლილიტის ზონაში ტკივილის გარშე არ გამოდის, ხო? ანუ ეს უნდა მივიღოთ, მაგრამ თავარი სელენა, მარტო თუ სელენაზე ვზივარ, ლილიც უარყოფ. ეს არის სადღაც ერთი, ანუ გახლით შუაპიროვნების შუაში და მე ბიპოლარულ თემებში გადადიან ხოლმე. მაგრამ როდესაც მარტო ლილიტზე ვზივართ, ეს არის მთელი ჩვენი პოლიტიკოსები. ღირებულებების გარეშე, ნათელი ენერგიის გარეშე, მხოლოდ ლილიტურ ენერგიაზე რო ზიან, მაგალითად ეგოიზმი, სრული ეგოიზმი, ეს ლილიტური ენერგია, მაგრამ თუ ჩვენ უკვე ერთ ნაწილში ვაკეთებთ ამ წერტილის დაცვას, ხო? აი, ვაერთიანებთ, რაც ახლა მაგალითად ვაჟამ გააკეთა, ხო? ჰუმანიზმი და პლუს აი ბუნების არქეტიპთან შერწყმა. და ამუშავებდა ამით ლილიც, აი ის თუნდაც რომ ძიმეთ შრომობდა სადღაც მაგალითად, ხო? ესეც ცოტა არქეტიპულად რო გითხრათ, ლილიტი კურო მაინც არ ქონდა კარგად დაცრული. და რატომ? სადღაც მას შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ აქედან ძალიან ადვილია თქმა და იმ დროში და იმ სიტუაციაში საერთოდ სხვა იყო, თან როგორ დაიბადა ისეთ გარემოში, ხო? მაგრამ თან ტკიოდა ეს ყველაფერი, თორე იქვე ხო იყვნენ სხვა ადამიანები მაგალითად. და ჩვეულებრივად შრომობდნენ, მაგრამ ამხელა დრამაში სიტყვაზე არ იყვნენ, ხო? რატო? იმიტომ რომ ეს თავისუფალი სული ქონდა და ლილიტი კურო აჯაჭვებდა მაინც მიწას. თან მერე ორი პოლარობა ჩდება მან, ხო? იმიტომ რომ ჩემი ჰუმანიზმი და ეს ბუნების სივრცე მე ამას ერთიანობაში ვხედავ, მაგრამ მერე მაინც პოლარობაში გავდივარ, ჩემს სულს თავისუფლება უნდა და მე მიჯაჭვული ვარ შრომაზე, ერთი ლუკმა რო შევჭამო ამისთვის, სადღაც უნდა აი მე ვეჯაჭვო, რასაც გვია და ლილიტი კუროსთვის ესე სახლი, ზოგი ოცნებობს ამაზე, ზოგს პირიქით სახლი, სოფელი ეს ყველაფერი აღიზიანებს, იმიტომ რომ ლილიტი მაინც აჯაჭვებს იმ ენერგიას, ხო, კუროს ენერგიას და აქ არქეტიპულ დონეზე ენერგეტიკა მაინც დაზიანებული გვაქვს, იმიტომ რომ ამას შევეხეთ, მე არ ვიცი აქ რა გავაკეთო, იმიტომ რომ სული არის ძალიან თავისუფალი და მისთვის დედამიწის ეგრეგორი მაინც მიჯაჭვულობასთან არის დაკავშირებული, ხო, სხეული განსხეულება, რომ კურო სხეულთან არის დაკავშირებული, მაინც არის მიჯაჭვულობა. არქეტიპულ დონეზე შემიძლია ვთქვა აქ, რომ სადღაც ცოტა უცხოპლანეტური ენერგეტიკა ქონდა, მაგალითად ჰუმანური სხვა სამყაროდან ჩამოვიდა ადამიანის სული და აი აქ ლილიტმა მისცა ცოტა დამიწება არ მინდა, მე ფრენა მინდა, ხო? პირდაპირ ფრთები და ფრენა ეს არის მერწყული. მერწყულის ხალხი ან ავიატორები არიან მაგალითად, ან ინჟინრები არიან, ან რაღაცა გამომგონებლები არიან, ხო? და კურო არის ეს მოთმინების ენერგია, მიწის ენერგია, მაგალითად, ქალურ არქეტიპს ვეძახით, ხო? ვენერას არქეტიპი არის. შესაბამისად, აი მისი სული ილტვოდა ფრენისკენ და მისი ლილიტური არქეტიპი, მისი მეორე ილტვოდა მიწიერებისკენ, ფული მინდა, სადღაც კმაყოფილება მინდა, სტაბილურობა მინდა, სილამაზე მინდა, სადღაც, ხო? სილამაზის არქეტიპი არის ძალიან გააქტიურებული აქ კუროს. საბოლოო ჯამში უნდა სიმშვიდე და კომფორტი. და ამის შესაძლებლობა საკუთარ თავზე წვენა არ აქვს, რომ მე შემიძლია ეს შევქმნა. და ვეჯახები მის ნეგატიურ მხარეს, ხო? და ეს სილამაზე და სიმშვიდე რომ მინდა, ჩემ მეორე მეს უნდა ფრენა. და ორივეს ერთად მე ვერ პოულობ, როგორ უნდა დავაბალანსო. კარმული კუთხით მოუწევს ამ ორის ერთად გაერთიანება სადღაც, მაგალითად, თუმცა ეს ორი არქეტიპი მთავარი ვაჟა არის ეს ორი ენერგია. მთლიანად, ხო? მისი პლანეტები კი ოკეი, გასაგებია, მაგრამ მთავარი არქეტიპული ენერგია სელენა ლილიტის ღერძი იყო. მისი თავისუფლებისკენ სწრაფვა, მისი ჰუმანიზმი, მისი ლიბერალური შეხედულებები, იმიტომ რომ ახლა აიათოლა თუ რაც ქვია, რომ მოკლეს შავ მთვარე მერწყულში ყავდა. მთლიანად მერწყულზე იჯდა, შეუზღუდა ყველას თავისუფლება, ატარებდა ძველ ჯურღმულურ ღირებულებებში თავის ქვეყანას, ტიპიური შავ მთვარე მერწყულის ყველაზე ცუდი გამოვლინება, ხო? მაგალითად, წარსული, სადაც უკვე აღარავინ აღარ არის, ხო? და სელენა მერწყული ეს პროგრესული არის, ლიბერალი არის, ეს თავისუფლების იდეით გამოდის, ის ვერავის ვერ შეუზღუდავს თავისუფლებას, ხო? ამიტომ ამ ღირებულებებში ვაჟას ყოველი ნაწერი, ყოველი შემოქმედება, ყოველი მისი მეგობრული ურთიერთობები, მეგობრობა არის მერწყული და ყველაზე ისეთ ხალხთან ქონდა მეგობრობა, ხო? ძალიან საინტერესო ხალხთან მაგალითად, თუმცა იქიდან მატერიალური დიდად არაფერი არ ქონდა, აგერ კუროს ენერგეტიკა არის აქ ჩართული, ხო?
აი ეს ჰუმანიზმი მთელ მის ლიტერატურაში გამოშწვივის. ამიტომ გეუბნებით, რომ სელენა ლილიტი ეს არის მთავარი ღერძი, რისგანაც შეიძლება ჩვენ შევქმნათ რაღაცა ღირებული, რაღაც ადამიანური, რაღაც სულიერი. და ვაჟამ ეს მოახერხა, მაგიტომაც დარჩა ესე, იმიტომ რომ აი ამ მიუხედავად იმ ხელა გაჭირვებისა, აი ხა უკვე ცოტა სხვა არქეტიპულ დონეზე რო გითხრათ, ხო? მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, მიუხედავად დიდი ტანჯვისა, ფიზიკურიც, ფსიქოლოგიურიც, არ დაკარგა მთავარი ღირებულებები, ჰუმანიზმი, მისი გონება მაინც სუფთა იყო ყოველთვის, მისი გონება კოსმოსთან იყო ახლოს, მისი ეს იქითა სამყაროებზე ლაპარაკი, მისი ეს მთლიანობაში მთელი სამყაროს აღქმა, ხო, სადაც ლიტი მერწყული იკარგება, ამ ხელა სივრცეში იკარგება ენერგეტიკულ დონეზე, ხო? და სელენა იქ პოულობს თავის სახლს სადღაც, ხო? აი ამას მაინც უერთგულა. არ დაკარგა, აი ეს სულიერი იმპულსი, სელენას იმპულსი არ დაკარგა მაინც, ხო? აი აქ არის ხოლმე მთავარი გამოწვევა. და აი როცა ამ თუნდაც ჩვენ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობთ თელ თავისთავრობიანად და როცა ლილიტზე ზიან, სელენას იყენებენ დაბალ დონეზე. აი მაგალითად როცა არის სელენა მორიელი, არ დავასახელებ და ლილიტი კირჩხიბით, ხო? მოიხვეჭა მთელი ძალაუფლება, სელენას ენერგია გამოიყენა, ჩვენ თავრობაში რამდენიმე არის ეგეთი, მოიხვეჭა, ანუ დაბალ ვიბრაციაში გამოიყენა სელენა, ეძლევა ძალაუფლება გავლენები, რომ ლიტი კირჩხიბით, ჩემთვის მოვიხვეჭო ეგოისტურად ყველაფერი, მხოლოდ ჩემი ეგო მაინტერესებს, მეტი არავისი, ხო? ეს არის, როცა სელენას ვიყენებთ დაბალ ვიბრაციაში, როგორც ლილიტის ენერგია მაგალითად, ხო? რომ იქ რაღაცები დაგროვილი ბონუსები, მაგრამ ამ ენერგიას ევჩდები, რომ ლილიტი გავააქტივო. უმაღლესი დონე რა არის? მე ლილიტი ჩაგრავს, მე ლილიტის ზონაში არაფერი არ მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ენერგიის გამო მე ამ ღირებულებებს მაინც არ ვივიწყებ. ამას ერთგულად ვემსახურებ. ეს არის უკვე მაღალი ვიბრაცია. რაც უფრო ამას ვემსახურები დიდ ჩემს სულიერ მთავარ იმპულს, მით უფრო მტკივნეული არის ეს ლილიტი, ხო? მით უფრო ჩაგრავს, მით უფრო მტკივა, იმიტომ რომ მით უფრო აქ არაფერი არ მაქვს. შემდეგი ფაზა არის უკვე ამისი გაერთიანება, როცა ესეც მაქვს და ესეც მაქვს. ეს არის მესამე დონის ვეძახით ლილიტის უკვე და აქ ასვლა, ურთულესი არის პერიოდულად მეორე მესამე დონეზე ესე თამაშობთ ხოლმე ადამიანები, მაღალ განვითარებულებს ვამბობ. დაბალ განვითარებული სუპირულ დონეზე არის სადღაც, სელენას ვიყენებ როგორც ლილიტი, რომ ლილიტი კიდევ უფრო გავააქტიურო. ეს არის მთელი არქეტიპული ენერგია. ამას ახლა რა ემატება? მერკური, განების მმართველი პლანეტა, კირჩხიბის ზონაში და დაღმავალი კარმული კვანძის კირჩხიბში, ხო? შინაგანად იქნებოდა მგრძნობიარე ძალიან. მერკური არის ჩვენი ინტელექტი, ჩვენი გონება. მისი გონება იქნებოდა ფსიქოლოგიური ღრმა. მერკური კირჩხიბში, კირჩხიბი არის ჩვენთან მთვარის ენერგია, დაფარულს რო ხედა, რაღაცა დაფარული, რაღაცა აი იმას, რასაც ვერავე ვერ ხედავს, ხო? აი მგრძნობიარე გონება. მისი ტვინი არ იქნებოდა ანალიტიკური და მეცნიერული. მისი ტვინი იქნებოდა მგრძნობიარე. მისი კომუნიკაციის მანერაც იქნებოდა ძალიან თბილი. როგორ ლაპარაკობენ კირჩხიბები, მერკური კირჩხიბები, მე მყავს მაგალითად მერკური კირჩხიბში და რა ელაპარაკები ადამიანს და მის ემოციას უყურებ, მის ჰაბიტოს უყურებ, რომ აი სადღაც ემოციურად არ შეეხოს მას, მაგალითად, რო უფრთხილდები, მზრუნელი ენერგია არის კირჩხიბი ჩვენთან და რო უფრთხილდები ადამიანს კომუნიკაციაში, რო ითვალისწინებ, საუკეთესო პედაგოგები არიან, მაგალითად, იუპიტერის მერკური კირჩხიბები, რაც პედაგოგიკაში იყო ჩართული, მაგალითად, ვაჟა და დაღმავალი კირჩხიბი. დაღმავალი ეს არის წარსული კვანძი, ეს არის წინა ჩვენი ცხოვრებები, რომელიც მაინც ჩვენ აღარ გვეკუთვნის უკვე ამ ენერგიაზე ვიჯდეთ. კირჩხიბი არის დაკავშირებული სადღაც სოფელში სახლი რომ აქვს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობ. არ პედაგოგიკაში ვასწავლი ვიღაცებს, მაგალითად ბავშვებს განსაკუთრებით. და ეს დაღმავალი კვანძი თავიდან დაიწყებდა პედაგოგიკას და მე აუცილებლად გადავიდოდა ან პოლიტიკურ აქტიურობაზე, უკვე თხისრქა პოლიტიკა არის, საჯაროობა არის. მან თავის მისია გარკვეულწილად მაინც შეასრულა იმ კუთხით, რომ გადავიდა აი საჯაროობაზე, საჯარო ფიგურა, ხო, ეს თხისრქის ენერგეტიკა არის, სადღაც მე წამოვედი სახლიდან პირობითად და ეს ზრუნველობა, ეს პედაგოგიკა, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ამ ენერგიასთან, ხო? წამოვედი ამ ყველაფრიდან და წავედი საჯაროობაში, ან პოლიტიკაში, ან სერიოზულ ისეთ კარიერულ სფეროებში, პოლიტიკური, ან სოციალურ, ან საზოგადოებრივ თემებზე წერდა, ხო? ანუ სადღაც უკვე ფსიქოლოგიურ
გაზრდაში წავიდა თხისრქა ეს არის. ერთადერთი, თან ეს დამოუკიდებლად დაიწყო თავიდანვე ცხოვრება მაგალითად და ესე დადიოდა სხვადასხვა როგორც პედაგოგი მაგალითად სხვადასხვა ადგილებში და ეს ამასთან არის ყოველთვის დაკავშირებული აღმავალი მისია თხისრქა. ეხლა ჩემი აზრით, რატო წავიდა ესე ნაადრევად, ხა ძალიან ზედაპირულად გეუბნებით, იმიტომ რომ სახლების სისტემა არის საჭირო, იქ დირექციები, პროგრესიები, იქ მთელი მიმდინარეობა ცხოვრებისეული უნდა დავინახოთ, რომ დავინახოთ თქვათ ადამიანის ენერგეტიკული ველი როგორ ვითარდებოდა და ამის ნახვა ძალიან კარგად შეგვიძლია. ჩემი აზრით, ყოველთვის როცა არის ნაადრევი წასვლა იმ ქვეყნად, ესე რომ ვთქვათ, ხო, უკავშირდება, გულახდილად გეტყვით, შავი მთვარის ენერგეტიკას. ტრანზიტები არის საჭირო, მაგრამ ჩემი შავი მთვარი თუ ძალიან მტკივნეული არის ჩემთვის. რამ ეს ცხოვრება რამ გაუფუჭა მას? დაღმავალში ყოფნამ წავიდა თავის სახლში ცხოვრობდა. მაგალითად, მძიმე შრომაში იყო გვიანობა, ძალიან დიდხანს ასაკამდე. ხა ძალიან ახალგაზრდა იყო პრინციპში, ხა ამ გადასახედიდან რომ გარდაიცვალა, მაგრამ სავარაუდოდ ჯანმრთელობაზე შეექმნებოდა პრობლემები, იმიტომ რომ კვადრატურა არის, მერკური ლილიტის კვადრატი ძირიბი არის მაინც და ეს არის, რომ სადღაც აი ამ კომუნიკაციის სფეროში, აი გონებაც ლილიტის ენერგიით არის სადღაც დატვირთული, ხა ამაზე აღარ გავააქტიურებ. კომუნიკაციაში ხშირად კონფლიქტები იცის, ხშირად წყენიანობა იცის, იმიტომ რომ თან მერკური კერჩხებში ესეა წყენიანი არის კონფლიქტები და გარკვეულ ფიგურებთანაც, ხო, აქ მზესთან არის ეს შეერთებაში, მაგრამ ტრანზიტულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, იქ ნეპტუნი იჯდა, აი აქ ზუსტად და ზუსტად იყო ნეპტუნის კვადრატი ლილითთან აქ სადღაც და აი ეს დაავადება სევდა, ანუ ამოიტანდა ემოციურ სევდას აი ამ ზონაში რაც ხდებოდა ლილიტის არქეტიპში. მისმა მძიმე შრომამ გატეხა სავარაუდოდ, მისმა ჯანმრთელობამ რაც მძიმე შრომისგან იყო, იმიტომ რომ კარმულ დონეზე არ ეკუთვნოდა კირშხიბის ზონაში ყოფნა. ის უნდა ყოფილიყო მთლიანად საჯარო სფეროში, კარიერული კუთხით, სხვა ქალაქში, აკადემიური კუთხით, რომ მიდის ადამიანი მაგალითად, ხო? აი ამ მიმართულებით აღმავალი რო სრულად ჩაერთო, ეხლა მე ძალიან ისე ვლაპარაკობ, სიმბოლურად გიყვებით, ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, თორე ხა იქ შიგნით რა ხდებოდა, ცოტა ისეთი თემა არის. და თან იუპიტერი სატურნე ქალწულში ჯანმრთელობისთვის უნდა მიეხედა სერიოზულად. სატურნე არის ქალწულში, გაფრთხილება, რომ იქ კვება არის ქალწული მაგალითად, შრომა არის, სატურნე მაინც შეზღუდვები არის. სატურნე ქალწულში მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერიც არის, ხო, შრომასთან ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ფიზიკური შრომა იქნებოდა ეს, თუ აი სადღაც უნდა გაფრთხილებოდა თავის თავს, თავის ჯანმრთელობას მაგალითად და აი ეს ლილიტი კურო, რომ მას მძიმე რაღაცების ატანა უწევდა და მის ყოველ ლიტერატურულ წიგნში თუ წერილებში ეს ისმოდა, აი აქ ვეღარ გაუძლო სადღაც ატანამ. ესე რა ვთქვათ, ხო? და სადღაც იქნებოდა მისი ცხოვრება, ეხლა მე ჩემ ინტერპრეტაციას გიყვებით, ახლა როცა მოდის პირად რუკაზე ადამიანი და ჩვენ საუბარი გვაქვს, იქ უკვე კარგად ჩანს, იქ შევდივართ თერაპიულად, ხო, ადამიანთან და ეს ამ კითხვებს შეიძლება უსვამდე და ამოიყაროს იმ ლილიტური არქეტიპის ენერგია, რომელთანაც კონტაქტზე რო გადის ადამიანი, ხვდება, რომ ეს უნდა შეიცვალოს, თორე თუ არ შეიცვალა, მიდის ასე, ხო, ყველაფერი. და აი ამ ზონიდან უნდა წამოსულიყო, აი ამ ორი ზონიდან, ჩემი აზრით, ხო, და ეს ლილიტური არქეტიპი რომ რაღაცას ვიტან, აი ეს გამტეხავდა ბოლოს. და აქ როცა ნეპტუნი დაჯდა ტრანზიტული. აი ნეპტუნმა ეს ლილიტი გააქტიურა და აი აღარ მინდა არაფერი წავედი, აი ეს თემა იქნებოდა. ჩემი აზრით, უფრო აქ იქნებოდა მთავარი თემა, იუპიტერიც სადღაც აქვე იყო მაშინ მაგ პერიოდში, თევზებში იყო იუპიტერი, ოპოზიციას გაუკეთებდა იუპიტერთან ამავე დროს და აი ზოგადად ყოველთვის ესეთი ლილიტური თემა რო არის ჩართული, ზოგადად ნაადრევი სიკვდილი რო არის ჩართული, ყოველთვის ლილიტი არის აქ აქტიური და თან მნიშვნელოვანი კვადრატურა ქონდა აქ მზესთან. ეს იქნებოდა, რომ მე არ მიმსახურებ ამ ყველაფერს, ანუ მტკივნეული ეგო. მე სადღაც ძალიან დავიჩაგრე და აი ამ ყველაფრის გამო, კუროს ენერგიის გამო არ მინდა მძიმე შრომა და არ მინდა ეს უკიდურესი სიღარიბე. სადღაც მე თავისუფლება მინდა.
ანუ სელენა არის მთავარი ენერგია, რომელმაც ჩართო მერე დანარჩენი კომბინაციები. როგორც წესი, ხა თერაპიულ პრაქტიკაში აი ამ არქეტიპებზე გავდივართ ხოლმე, ხა მე როცა ასტროლოგიური სკოლა მაგ მაგალითად 4 აპრილს ვიწყებთ ახალ კურსს, ურთვიანს, ძირითადად აი ესე ვატარებ, მაგალითად ვისაც გააქვთ სურვილი ამ სახით ასტროლოგიის სწავლის, კარმული ეზოთერული ასტროლოგიის, ხო? პირდაპირ მონაწილეთა რუკებით გავდივართ ხოლმე, ესეთი თერაპიულად შევდივართ მე აქ. ამ თერაპიულ პრაქტიკაში აი ამის ამოტანა, აი ამ კომბინაციის ამოტანით, ხო? აი აქ მე მგონი კურსორს ხედავთ აქ, ხო? ამ არქეტიპის ამოტანა ჩვენში და ამ ტკივილთან შეხვედრა აგვარიდებს ხოლმე ძალიან სერიოზულ რაღაცებს მე, ხო? ეს არის უკვე რომ მე განამიყვები პროგრამას დაწერილს, არამედ მე თვითონ ვყიდებ ხელს, მე თვითონ ვცვლიან ყველაფერს. თუმცა სულიერ დონეზე აი სელენას არქეტიპი შეინარჩუნა ბოლომდე უერთგულა ამ ყველაფერს, ბოლომდე უერთგულა მერწყულს, მაღალ ღირებულებებს, თავისუფლების იდეას, ლიბერალურ ღირებულებებს. პირველი ლიბერალი იყო ლამის ვაჟა ყველა დონეზე, ხო? ეს მისი სელენას ენერგეტიკა არის. წაიკითხეთ სელენა მერწყული და მიხვდებით თავიდან ბოლომდე სელენას არქეტიპს გამოხატავდა და ამ სელენას არქეტიპში, ამ დიდ იდეალებში და ხუმანურობაში, ამ ლილიტმა სადღაც ჩაიყვანა ეს რომ ამოიტანო ადამიანმა, ხო? იქ მერე უკვე რეალური ცვლილებები იწყება. შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეოები მაქვს მომზადებული თქვენთვის, ერენთი გრანელი, გალაქტიონი, იქ კიდე საინტერესო რაღაცები ხდება. ესეთ საინტერესო ვიდეოებს მოგიმზადებთ, თან ცოტა ისწავლით კიდეც ასტროლოგიას, ვისაც გაინტერესებთ, ცოტა სხვანაირადაც შეხედავთ ასტროფსიქოლოგიაში როგორ ვლინდება ეს ყველაფერი, ხო? და მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის ეს გარჩევა რუკის, ძალიან ბევრი წლის წინ შეგვერდით და ეხლა მოიცალე როგორც იქნა ყველაფრისთვის. და ველოდებით თქვენ კომენტარებს YouTube-ზე, ველოდებით თქვენს ლაიქებს და დამიწერეთ რა გაინტერესებთ, ვისი რუკა გავარჩიოთ, ახლა ეს ჩვენი წერლები მაქვს პირველ რიგში და ნენელა მიყვები ჩვენ ქართველებს, ჩვენ დიდ მწერლებს, დიდ მხატვრებს, ესე რომ ვთქვა და ნენელა გავარჩევ რუკას თან სასარგებლო კუთხით თქვენთვის რომ სწავლობთ ასტროფსიქოლოგიის უკვე ძალიან განსხვავებულ ხა ეს მეთოდოლოგია, რასაც მე ხა გთავაზობ, ხო, დაკვირვებები ეს არის ჩემი ძალიან ბევრი წლების შრომა, ძალიან ბევრი წლების კვლევა და მინდა რომ ამის პოპულარიზაციაც მოვახდინო, რომ უფრო უკეთესად ჩაუყმავდეთ ასტროლოგიას. მოკლედ დროებით, მეგობრებო.